მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით და პირველ რიგში ეგრევე ვიტყვი იმას, რომ გილოცავთ ყველას ქართველებს ამდენი წლის მერე ქართველი ჩემპიონი ყავს UEFA ჩემპიონთა ლიგის და გილოცავთ ყველას. 18 წლის შემდეგ, რა ვიცი, აი უდიდესი გამარჯვება არის საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, როგორც ქვეყნისთვის, არა. 18 წლის შემდეგ, აბა, ქართულმა ისევ აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის თასი. პირველი გოლი, ასევე ფინალში. პირველი გოლი ფინალში გებადონო. იქამდე მეოთხე ფინალშიც გაიტანა და იყო ფინალში ძალიან კასახარია, გილოცავთ. მეც შემოვურთები მოლოცვას, ყველა ქართულ გულშემატკივრას უბრალოდ არა მარტო ფეხბურთს, არამედ ზოგადად ქართველებს გილოცავთ, წალენჯი ხელებს მით უმეტეს გილოცავთ. ძალიან მიყვარხარ წალენჯი ხელები, ჩემს მეგრული მას გამომაჩენდა. მართლა ძალიან მაგარი ფაქტია რა. ალაძის შემდეგ კვარამაც გაიმარჯვა და თან მაგარი თამაშია რა. ნოლეთ ბევრი სასაუბრო ასე თუ ისე გვაქვს, როგორც ასეთი რა. პირველ რიგში მე ღვთიური სასმისით სასმელს დავლევ. გაუმარჯოს კვარას კი ბატონო. რატის ძალებს რაღაცას წყალ. მე დავლია და. ეხლა რა შეიძლება? ჩვენი სცენარისტიც უკან კი ბატონო ლუც მიერთმევს და ლოცავს ხუჩას. ეხლა რა შეიძლება ჩვენს გადაცემას, ჩვენს პოდკასტს, მოკლედ როგორც ასეთი 2024 წლის სეზონი დასრულდა, კი ბატონო, ვიხილეთ ძალიან დაძაბული შიდა ჩემპიონატები, ვიხილეთ სამივე ევროტურნირის ძალიან ასეთი დრამატული დასასრული, თავისი დაძაბულობებით, თავისი მდგომარეობით, რომ ის თუ ვერ გავა, იმას დაერხევა, ის თუ იქ ვერ გავა. კაროჩ, მოკლედ ნახეთ კომბაქები. ხო, ანუ ძალიან მაგარი სეზონი იყო და რაც თავარია, ნახეთ გუნდები, რომლებსაც ან არ ქონდათ მოგებული არაფერი საერთოდ ისტორიაში, ან კიდევ მქონდათ მოგებული 50 წლის უკან და 80 წლის უკან და მოიგეს თასები რა. და საერთო შეჯამება რო გავაკეთოთ, მე პირადად ესეთი სეზონი მართლა რო გამოვიდა, გამიხარდა მე პირადად რა. რატის არ ამგონია რომ გახარებოდა. ანუ როგორ ვქვა? მე სიმართლე გითხრა, მიუხედავად ბოდიშო გაგაწყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, ყველა მანჩესტერის ფანს ვეუბნები ამას, რომ ეს არის გუნდისთვის საჭირო, ესეთი რაღაც. ესეთი სეზონი უნდა იყოს, იმიტომ რომ სანამ გუნდი და ფანები ვერ გააცნობიერებენ ახლა ჭაობში არის და კრიზისში არის გუნდი, ან შენ თვალით სანამ არ ნახავ, ეგეთი არის ადამიანი, მაგამდე ვერ გაიგებთ. ეხლა გაიგებენ და ისწავლია მათი. ხო, იმედია, თორე მანჩესტერის ამის მერე თუ ვერ გაიგებენ და რა მოგხდება. მანჩესტერის ესეთ წარუმატებელი სვლა და სეზონი არ არის გასახარია. მანჩესტერი არ არის უსტორიო კლუბია, უდიდეს ისტორიას ფლობს ეგ გუნდი და ესეთ ჩავარდა მართლა ათმიან მიხარია. ისე ამასიან მაგაზე გავახსენე და კიდე ბოდიში მანჩესტერის ის იყო რა. მანჩესტერზე იყო ადრეო ან მანჩესტერის ფანი ამბობს, რომ ადრეო მანჩესტერის ფანებს დაგვცინოდნენ რა, რომ წავაგებდით ან რაღაცა ან ცუდი სეზონი მოგექნებოდაო რა და ეხლა იმდენად ცუდები ვართო, რომ აღარ დავხსენე უბრალოდ მოდიანო და ბოდიში და რაღაცა და თანაგვიგზნობენ და მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარი ამ სეზონს შევაფასებდი ჩემი კლუბისთვის ძალიან დადებითად და ისეც ძალიან დადებითად, იმიტომ რომ ორივე მხრივ, როგორც ბარსელონას გულშემატკივარმა და ისეც როგორც ნეიტრალურმა გულშემატკივარმა სხვადასხვა ფინალებში თუ ისე, ძალიან ვისიამოვნე რა, მაგარი თამაშები იყო. მართლა კამბეკები იყო უამრავი, მოიგეს ისეთმა გუნდებმა ტიტულებით და ისეთ გუნდებმა მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, ძალიან წარმატებული სეზონი იყო. კი, ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. ანუ ტიტულების გარდა მნიშვნელოვანი არის შიდა სამზარეულოში რა ხდება და გუნდში როგორი კულტურაა და როგორი სულისკვეთებაა რა. ეგ არის გრძელვადიან ან მომავლისთვისა ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ. კი, გუნდი საფუძველი ჩაყრილია რა, ასე ვთქვათ რა. გუნდი გავდა გუნდს რაც თავარია და ამ გუნდს განვითარება დიდი ექნება და მომავალ სეზონში ნახავთ მოკლედ რა, ტრანსფერებიც იქნება დარწმუნებული ვარ, მე მგონი ერთ-ერთი უკვე გაკეთდა კიდეც ესპანიოლის მეკარე გადამოიბირეს ჟუან გარსია და უკვე ისეთი თითოეულ მეკარე ყავს რომ ერთ-ერთი რა დამოუკიდე. პატარა ხო ბებერი არა, ზუსტად არ მოს ბებერი რა, ხანში სულდა, ახალგაზრდა მოკლედ. ეხლა რა შეიძლება მოკლედ სეზონს რა
3 ევროპული ტურნირის ფინალი ვიხილეთ. აქედან ევროპა ლიგის ყველაზე ნაკლებად დაძაბული აღმოჩნდა ასე თუ ისე. დაძაბული იყო ბოლო წუთებში, მაგრამ თამაში დიდად აქტუალებული არ ყოფილა მე. ხო, მაგრამ თვითონ მითი რა ხარისხი, თამაშის ხარისხი მე არ ყოფილა დიდად აქტუალებული, იმიტომ რომ ტოტენჰემმა იმ გოლის მერე ვერაფერი ვერ თამაშა, პერიკ მანჩესტერი ვიტოვდა, მაგრამ მანჩესტერს აკლია ზუსტად ის ხარისხი აკლია. ტოტენჰემის გეიმპლენი იყო ზუსტად ეგ. ხო, ვიცი რაც იყო და გავიტანო და მე რაღაცნაირად გავწელოთ თამაში, ჩავდგეთ დაცვაში და მე გამოვიდა, მივიყვანოთ ბოლომდე. ვიკარიოს შეცდომები ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, გამოსვლაზე საშინელი იყო ვიკარიო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ერთად გამოასწორა მიკი ვანდემენმა, ვიკარიომ და ბრენდან ჯონსონმა მოაგებინეს ჩემპიონატს. ბრენდან ჯონსონმა გაუმართლა ასე თუ ისე, მაგრამ ტოტენჰემს რაც უნდა შეაქო, მართლა დაცვაში მართლა ძალიან მაგარი. კი. და ტოტენჰემს ქება, იმიტომ რომ გავიდა. მასე რა ჩემპიონთა ლიგაზე და თქვა 2008 წლის მერე ამდენიანი პაუზის შემდეგ ზის ტიტული მოიგო და რა ვიცი ხა ტოტენჰემის ჰეითერი ნაღდადაა რა და მანჩესტერ იუნაიტედს უნდა ერთ-ერთი შანსი რო გასულიყო ევროტურნირზე და ისე რაც ანუ რეალურად სრულიად ის იყო რა ქვია მე არ იმას მიქნია რომ აი გავლენ მაინც და მაინც ჯეროდა მანჩესტერს ვერ ვიტყვი რა იმიტომ რომ ტოტენჰემი და მანჩესტერი ზუსტად ერთნაირ ფორმაში იყვნენ და ზუსტად ორივეს ჰქონდათ ერთადერთი გადარჩენის შანსი და მანჩესტერს უბრალოდ არ ყავს იმ დონის ფეხბურთელები, ტოტენჰემსაც მაინც და მაინც სონი და ბრუნო ფერნანდეში ორივე გამოკვეთილი ლიდერია გუნდის რა. ხო, სონი ეხა მაინც და მაინც ისეთ სეზონი არ აქვს, სონს როგორიც ქონდა, მაგრამ სონის პრაიმი. ხო, რა თქმა უნდა და ერთადერთი გამოკვეთილი ფეხბურთელები ესენი იყვნენ გუნდში და დანარჩენები, ვერ არიან ჩემი აზრით იმ დონის ფეხბურთელები, რომ იტყვი რომ სიტყვაზე გარნაჩო ისეთ ფეხბურთელები ხო გარნაჩო ხო ან დიალო გარნაჩო როგორც ასეთ კაზემირო ყავს მანჩესტერის ბოლოს და ბოლოს მაგრამ კაზემირო ხო არ არის რა ქვია მაგას ხო ის კაზემირო არ არის რომელიც ყველაფერს აკეთებდა და რავი მე ისევ იმას გავიმეორებ რომ აი ბევრი მანჩესტერის ფანი ის თქვა რომ აი ფინალი რო წავაგეთ ძალიან ცუდია და ანუ რა თქმა უნდა ცუდია ეს ყველაფერი და იმოქმედებს მანჩესტერის ასე ვთქვათ ფინანსურ მდგომარეობაზე და იმოქმედა კიდეც უკვე დაიწერა რომ რაღაც მინუს რავი ამდენში გავიდნენ რა იმის გამო რომ ევროპულ ტურნირზე არ გავიდნენ იმიტომ რომ ძალიან დიდი რევენიუ აქვს და გამომუშავება მაგას რა მაგრამ ისევ გავიმეორებ იმას რომ ამას აქვს ჩემი ეს მოიტანს კარგის გარდა არაფერს იმიტომ რომ მანჩესტერი უკვე 12 წელია დადის ერთი და იგივე ციკლზე რომ აი მე რაღაც მეხუთე ადგილზე გავა მესამე ადგილზე გავა რაღაც ევროპულ ტურნირზე გავა რაღაცა და ერთ ტიტულს მოიგებს რაღაც კარაბაო კაპს და ეგ არის საკმარისი რა და დაიწყება ისე უაზრო ტრანსფერების გაკეთება აგარითად დიმარიაში რო გადაიხდი რა უამრავ თანხას და არაფერი არ გამოვა ფალკაოში რო გადაიხდი უამრავ თანხას ანტონიში რო გადაიხდი და ეს გრძელდება უკვე 12 წელია ხო და არ ჯობია რომ ერთხელ გავაცნობიეროთ ერთი და იგივე ანუ ერთი და იგივე შეცდომებს რო უშვებ. ერთხელ შეიძლება რომ გაიაზრო ეგ შეცდომა და მოდი აღარ დაუშვათ რა. და ანუ გაკვეთილი არის ესეც შეიძლება ანუ ცუდი ისა ტკივნეულია და მწარე სიმართლეა, მაგრამ სიმართლეს უნდა შევხვდოთ თვალებში. და სიმართლე ისაა რომ შეცდომებს უშვებს ეს კლუბი უკვე ძალიან დიდი ხანია და ზუსტად მაგიტომ ვივიდა ამ მდგომარეობამდე რომ ესეც საზღარი გუნდი არის. მართლა და მართლა. კი, ძალიან კარგი შეფასება მივიღეთ მანჩესტერის ფანისგან. როგორც ასეთი. და ჩემი აზრით ეს სეზონი რაც ჰქონდა მანჩესტერს, არ ვიცი, როგორ მოახერხა კიდე ამ ორმა. მოახერხა რაღაც რომ ლაპარაკობდით იმაზე, რომ ის სამი გუნდი, საუთჰემპტონი, იფსვიჩი და ლესტერი, რომელიც გავარდნენ, ძალიან გაუმართლათ ტოტენჰემსაც სხვათაშორის და იუნაიტედსაც, რომ ვესტჰემსაც. ხო, ვესტჰემსაც, რომ ის სამივე გუნდი მალევე გავარდა პრემიერ ლიგიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეგენი გავარდნებიან. ძალიან დიდი შანსი იყო. აი, ეგ ვაფშე რა ვიცი. დარწმუნებული მე პირადად ესე ვიტყვი, რომ ტოტენჰემის, საუთჰემპტონის, ლესტერის და იფსვიჩის ადრეული გავარდნა რო არა, მანჩესტერი, ტოტენჰემი, ვესტჰემი ორი მაინც დაგუჩნდებოდა რა. კი, ხო. აი, ესეთი საშინელი სეზონი მე ტოპ გუნდებისგან არ მინახავ. ვესტჰემის როგორც ასეთი ისტორიული ტოპ გუნდია პრემიერ ლიგის.
და ესეთი საშინელი სეზონი ხო რა თქმა უნდა ესეთი საშინელი სეზონი მე არ მინახავს მართლა ესეთ ტოპ გუნდისგან კაიხანია რა ესპანეთშიც არის ტოპ გუნდებს აქვს ცუდი სეზონი სევილია რომელიც კიდევ გავარდა ვალენსია რომელსაც ცუდი სეზონი ჰქონდა მაგრამ მეორე წრეში უბრალოდ ამოიყვანა გუნდი მთავარმა წვრთნელმა ძალიან კარგად ითამაშა და მნიშვნელოვანი მატჩებიც მოიგო და არ ვიცი ანუ რის გამო ხდება მანჩესტერში ეს ყველაფერი თვითონაც არ იციან მანჩესტერის გულშემატკივრებმაც არც შიდა სამზარეულო როგორც ასეთი მე ვთქვი რომ ასე თუ ისე ეხა რაც ხდება მანჩესტერში მოკლედ ვიტყვი რა ძალიან გავატრაკო რაც არის ეხა რაც ხდება მანჩესტერში აი რედკლიფის შესყიდვით რა 27% რაც შეიწყიდა ეგ ჩემი აზრით კარგი არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა იმ მხრივ რომ შიდა სამზარეულოში ვიღაცა ისინი ბანკირები რო ყავდათ სპორტულ დირექტორებად და საერთოდ აზრზე რო არ იყო ფეხბურთის ეგ ხალხი გაუშვეს გაყარეს და ნელ-ნელა ეს იმდენად არაპროფესიონალი ხალხი ყავდათ ამდენი წლის მანძილზე დანიშნული რომ ძალიან ცოტა დიდი ხანი სჭირდება ამის წმენდას რა და ვინც იყო მთავარი ხალხი ეგენი დანიშნეს და ის რა ქვია სკაუტებით შეცვალეს, მთავარი სკაუტით შეცვალეს და მაგ მხრივ არის კარგი და იმ ტრანსფერებზეც ეტყობა ჩემი აზრით, რომ რა ტრანსფერებიც გააკეთეს, ანუ ცდილობენ უფრო პერსპექტიული და პატარა ფეხბურთელი ესა ასაკით პატარა ფეხბურთელები იყიდონ და მაგრამ ამავდროულად ეს კი კარგია, მაგრამ მე სულ გავიმეორებ ამას და სულ ამას ვიზახი, რომ სანამ გლეიზერები ამ გუნდს არ მოშორდებიან მთლიანად, ის იმ დიდებას, რაც მანჩესტერს ჰქონდა, ვერასოდეს ვერ დაიბომა. ახლოსაც ვერ მივიდა ჩემი აზრით, რა. ხო, კონფერენს ლიგის ფინალიც იყო, სადაც შეწყდა ესპანური გუნდების 24 წლიანი სვლა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ 24 წელი წარმოვიდგინოთ, არა მარტო ესპანური გუნდები, ანუ თვითონ ესპანეთის ნაკრები არაგებდა რა ფინალებს. მომენტები ქონდათ რომ აი გოგონა რომ წააგებდნენ, მაგრამ ესპანური გუნდებისგან და ზოგადად ესეთ იმისგან, ხო, კლუბებისგან ბეტის ბავშვი ვარ. მეც ბეტისგან ვიყავი, მაინც ესპანური ფეხბურთი მიყვარს ახლა ვიდრე უფრო ინგლისური და იქიდან გამომდინარე. ხო, ანუ და მე უფრო იმ კონში რომ ანდერდოგი იყო რა. ხო, აი არა მარტო რა. ხო, ბეტისაც ნუ თავიდანვე გამოკვეთილი ფავორიტი ყავდა კონფერენს ლიგას და ყველა ამბობდა რომ ჩელსი მოიგებს, ანუ ტიპები შეხვდნენ, რავი, იმის რა ქვია მაგას. არაფერი, ხო, სან მარინოს იმას რა ქვია მაგას, რა ქვია კიდევ ფარერების გუნდს და ეგეთ გუნდებს როცა ხვდები, ჩელსი როცა ხარ, ამ ყველა ისტორიის გუნდი როცა ხარ და ესეთ გუნდთან გიწევს დაპირისპირება. ფიორენტინა, ბეტისი და ვინ ყავდა ეხა კიდე კონფერენს ლიგაზე ეგეთი გუნდები, რომ ანგარიშის გაიწევ ეს ფიორენტინა ვერ გაუწევდა ჩელსის იმას რა ქვია კონკურენციას და ვერც ბეტისი გამოჩნდა კიდევაც ფინალში. მე მეგონა ბეტისი უფრო ნახევარფინალში, ბოდიში ნახევარფინალში ჩელსი ვის შეხვდა? ვიცი დიურგორდენ შეხვდა, ხო, შვედეთის გუნდია, რომელიც არა, დიდი პატივიც ხო, ანუ ბერგვალი ყავთ ამათ აღზრდილი ამ დიურგორდენს, ლუკას ბერგვალი, რომელიც ტოტენჰემში თამაშობდა. კიდე ყავთ ვიღაც კი კაი ტიპია რა. ხო და რა ქვია იმას ვერც ფიორენტინა და ვერც ბეტის ვერ გაუწევდა იმას რა ქვია ჩელსის ვერანაირი კონკურენციას ეს თავიდანვე ნათელი იყო რა და ამით ჩელსი გახდა ერთადერთი კლუბი რომელმაც მოიგო 3 ევრო ტიტული გილოცავ ჩელსის ფანებს ამ კარგი კოლექციის შეკრას მოურინიოსთან ან მოურინიორი ერთადერთი თურელი რომელსაც 3 ტიტული აქვს მონაგები და ჩელსი კლუბი ჯერჯერობით და ძალიან მაგარი ამბავია ჩელსისთვის და გასაკვირი ისაა, რომ ზუსტად იგივე თანხა აიღო ჩელსიმ კონფერენს ლიგის მოგებაში, რაც ბრატისლავის სლოვანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის რაც თავარი არ არის, ჩელსის ფული არ აგლია. ჩელსის ფული არ აგლია, ხო, მაგრამ ზოგადად ცოტა უცნაური ფაქტია, რომ ბრატისლავის სლოვანი 21 მილიონს იგებს. არ მიყვარს ის კომენტარები, რომ აი კონფერენს ლიგის ფინალია და ვის აინტერესებს. ეგრე არ არის, ანუ გუნდი ტიტულს რო იგებს, მაგისთვის მნიშვნელოვანია და გინდა არ გინდა მაინც იმოქმედებს რა, გუნდის მენტალობაზე და კი, მაგრამ ჩელსისთვის ამდენად მნიშვნელოვანია კონფერენს ლიგის ტიტული. არსენალ მოიგო ტიტული. არა, მე მაგას გეუბნებ ჩელსისთვის, რომ არსენალი და ჩელსი სხვადასხვა შეხედე, სად ჩელსი და სად არსენალი, რომელიც იმენა ბოთლერსები არიან.
ბოთლერსები არიან და არსენალს რომ მოიგო, ეხლა წარმოიდგინე არსენალის ფანები რა დღეში იქნებოდნენ, არსენალს რომ რაღაც მოიგო და ჩელსის ფანები ანუ ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს, ევროპა ლიგა აქვს, ორი ვისა აქვს, ესა აქვს და პრემიერ ლიგაც მოგებული აქვს და არსენალის ფანები ანუ უკვე იმ დონეზე იქნებოდნენ, რომ აი ჩვენ ვართ რაც ვართ, ანუ განსხვავება არის რა მაგათ შორის. მე იმას არ ვამბობ, რომ ეხლა ჩელსიმ ეს ტიტული მოიგო და ისა რა ქვია მაგას რაღაც ანუ ჩემი აზრით აი მოიგო და კი სამი ტიტული შექმნა, მაგრამ ჩელსის ეს არაფერს არ აძლევს ჩემი აზრით. მაინც ანუ მაგარი გუნდია ჩელსი როგორც ასეთი ლონდონში ჩემი აზრით ლონდონი ლურჯია. როგორც ასეთი. კი, ლონდონი ლურჯია და არსენალის და ტოტენჰემის ფანები ანუ ტოტენჰემა ამ ისტორიულად თუ გაზომა უაჭველი ეგრეა. ხო, და ტოტენჰემა ამ მოგებით შეიძლება მაინც ან მეორეზე მაინც არსენალს დავაყენებ, რაც უნდა ტოტენჰემმა სამი ევროპა ლიგა მოიგოს, მაგრამ ლონდონი მაინც ლურჯია, მოგეთ მაგაზე დავამთავროთ საუბარი და რაც შეეხება ახლა ყველაზე მნიშვნელოვან იმას რა ქვია, ჩემპიონატს და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, ეს იყო ჩემპიონთა ლიგა, სადაც ძალიან მაგარი მატჩი გაიმართა ვერ ვიტყვი. ეს იყო ერთი კლუბისგან მეორე სრული განადგურება. ნახეთ არ ველოდი მე პირადად. ვიღაცა იმენა ბიგინერზე ითამაშა. ხო, აი სვეჩი. მე ნახეთ არ ველოდი იმას, რომ ბარსელონასთან ესეთი თამაშის მერე ინტერი ატკებოდა 5-0 წააგებდა PSG-სთან. თან როგორ წააგებდა? არც ბრძოლა არ ყოფილა ამ. ეს კაი კომენტარი მახსოვდება გუშინ. ხო. აი ირაკი. ხო, ანუ არც ბრძოლა არ ყოფილა ინტერის მხრიდან, არც იმის სულისკვეთება რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ. ბატონო, სულისკვეთებაც არ ყოფილა იმის რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ და მოდი გავიბრძოლოთ და 5-0 არ წავაგოთ. პრესტიჟის გოლი 5-1 5-1 ცუდი ანგარიში იქნებოდა, მაგრამ არაფერი საერთოდ ინტერისგან არ ყოფილა. როგორც გინდა გადახედეთ, თუნდაც თამაში უკვე თუნდაც სტატისტიკას გადახედეთ, ორივე ასპექტში აი ბოდიში და დედაუტირა იმ რა ვიცი. მე რას ვიდახე, გამოგონე გუნდის კონტროლს. გადაუდნენ PSG-ს ფეხბურთელები გუნდის სტატისტიკას რო გადახედე, რაღაც 200 პლუს 100-ით მეტი ქონდა PSG-ს. ხო, ანუ ენრიკეს ანუ რა თქმა უნდა, ხო. ენრიკე ბარსელონასავით ეღადავებოდა. ლუის ენრიკეს ფილოსოფია ეთყობა, სადაც აქ ნამუშევარი ეთყობა და ბრავო რა, ლუის ენრიკეს PSG მოაბრუნა 25 ადგილზე იყო, მე 6 ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში ჰქონდათ ნათამაშები და იყვნენ 25 ადგილზე. პლეი-ოფში გავიდნენ იმით რომ ბრესტი დაამარცხეს 10-0 ორი მატჩის ჯამში და ბრესტი დაამარცხეს ხო თუ ლენსი? ბრესტი ხო. ხო და ლენსი ვაფშე არის. ბრესტი ხო. ხო და 10-0 დაამარცხეს. ხო და ანუ რაღა უნდა თქვა მეტი 6 ტურის მერე რომ მე შტუტგარტი მანჩესტერ სიტი და აი ესეთ გუნდებს ამარცხებდა შენ თავში პოულობი მისძალას რომ შენ იმაში გახვიდე 24 ხუნში მოხვდე და მე დემბელე იმასქნა რა ქვია აღაზევო ანუ ტიპი ამოიყვანო მიწიდან და დააყენო საუკეთესო ფეხბურთელად და უფროს ბურთის კანდიდატად მეტი რაღა უნდა თქვა ანუ ლუის ენრიკე არის ძალიან მაგარი მწვრთნელი ლუის ენრიკეს ქება და ქება ეს ორი მწვრთნელი წლევანდელ სეზონში ჰანს ფლიკი და ლუის ენრიკე არიან რავი ანუ გენიოსები რა ძალიან მაგარი ასეთ დონეზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთი გუნდის დომინაცია ტაქტიკულად ერთადერთი ის მახსენდება სრულყოფილება სრულყოფილი ფეხბურთი მახსენდება მანჩესტერ ბარსელონა და სამითე 2-1 მატჩი გოლი მაინც გაიტანა კი შანსები ქონდა ძალიან ბევრი უყურებდი ხა მაგ თამაშს და ისეთ თამაში არ იყო როგორც გუშინდელი რა ხო просто მან უბრალოდ ბარსელონას იმდენად აი ტაქტიკურად იმდენად სრულყოფილი და გუნდითაც ერთი გუნდის მხრიდან რო ძლიერი გუნდი იყო ბარსელონა რაც მანჩესტერს არ ყავდა ცუდი გუნდი რა ბიჭო ძალიან ის შეთამაშება არა ხო ეხლა შეთამაშება და ის ორივეს ყავდა უმაგრესი მწვრთნელი მე მგონია რომ მესიც რომ არ ყავდა შეიძლება ფერგუსონი რო კანკალება ხო ორივეს ყავდა უმაგრესი მწვრთნელი მანჩესტერსა და ბარსელონასაც ორივეს ყავდა შემადგენლობა ძალიან მაგარი მაგრამ კლასის ხარჯზე და იმ შეთამაშების ხარჯზე კლასი ან კლას არ უკარგო ფერგუსონს და მანჩესტერს მაგრამ გვარდიოლამ არ ვიცი იმ თამაში რა გააკეთა შამანებს თხოვა დახმარება თუ აი ტიპმაში უბრალოდ ადგა და მოუხაზა ტაქტიკა და დედა უტირა ფერგუსონს ესე რომ თქვა და აკანკალა ტიპი და PSG-მა ზუსტად ეს გააკეთა ოღონდ განსხვავება ეს იყო რომ ინტერმა რა ითამაშა არც იმან არ იცის რა ქვია ინზაგიმ არ იცის რა ათამაშა საერთოდ გუნდს
ცენტრში პას კი არა, ანუ ბურთი ვერ ამოქონდათ, ცენტრში პას ვერ აკეთებდნენ, შეტევაზე ვერ გადადიოდნენ. ერთი მომენტი რაც ნახე, რაც ინტერიერთან მახსოვს იყო ბიშეკის გაქცევა და მე კუნთი დაიჭიმე იმასაც და წაიქცა და კვარაცხელიამ რომ მიუტყა იქაც ხო და ანუ არ მახსოვს მართლა ინტერისგან ესეთი ცუდი თამაში სადმე მე არ მახსოვს. ნახევარფინალში იყო 3 ტრებლის კანდიდატი გუნდი. ინტერმა ბარსელონა გააგდო და საბოლოოდ რა მოხდა რომ PSG მოიგო ტრებლი, ხო, ანუ ლუის ენრიკე არ მეორე წუთი რომ მოიგო ტრებლი. ის მოხდა რომ PSG ტრებლი მოიგო და ინტერმა ყველაფერი წააგო. კრახი მართლა ჯერ მილანთან, მე ნაპოლისთან დათმო. ხო, ნაპოლისთან დათმო სერია და ახლა რა ვიცი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდია. შეიძლება თქოს საზიზღარი სეზონი ქონდა. მართალი ხარ საზიზღარი სეზონი ქონდა. ტიპებმა სეზონის საუკეთესო თამაში ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ალბათ. და ეს ძალები რაც ჰქონდათ გამოსაყენებელი და რაც ანუ ალბათ კლიან სეზონზე უნდა გადანაწილებინა ბარსელონასთან დახარჯეს. გამოიყენეს ბარსელონას გამოუცდელობის ხარჯზე. შეიძლება შეცდომების ხარჯზე ისარგებლეს. გუნდის რესურსი აკლდა ბარსელონას. ეგ და ბარსელონა გინდა ისინას მაინც გამოუცდელი. რა თქმა უნდა, ხო, ბარსელონას აუს ძალიან პატარა ფეხბურთელები. ბარსელონაზე რო იყო გამოუცდელი გუნდი. მაგრამ ეს ბარსელონა მართლა სხვა გუნდია და სხვანაირი ტიპის გუნდია და მართალი ინტერმა ბოლო სერიას ტურებში რაც გაიფართხალა ისეთ საკმარისად. ხო და მოკლედ გაიფართხალა რასაც ქვია და ბოლოს აი გუშინდელი თამაში მე არ ვიცი რა დავარქვა რა დავარქვა უბრალოდ მართლა არ მეგონა მე რომ ანგარიში დავაკვირდი ბოლოს და 4-0 იყო და აი მაიულუ მეხუთე რო გაუტანა მე ვთქვი ფეხზე ავდექი და არ ვიცი რა 5-0 და ერთი გუნდის ეს დომინაცია მე კი არა შეიძლება არავის არ ახსოვდეს 55 მეჩი ვინმე თუ უყურებდა და 56 მეჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალს რა ვიცი ბო ეხა ჩვენ ვუყურებს ხო მე რას ვიტყვი რომ ბარსელონა იმედია მოვიდა რომ ბარსელონა ბარსელონა რო გასულიყო ჩემპიონთა უკეთეს თამაში კი რა თქმა არ ვიცი ვინ მოიგებდა მაგრამ იქნებოდა ის საფეხბურთო ზეი მაგარი თამაში იქნება იმენა იმიტომ რომ ორი ბარსელონა და PSG-ც არის ისეთი გუნდები რომლებიც აყვარებენ ფეხბურთს მაყურებელს აი ახალგაზრდა ბავშვს რო შეახედო ამ PSG-ს თამაში სხვათა შორის ან ბარსელონას თამაშზე შეუყვარდება ფეხბურთი ინტერის თამაში რო უყურებ არ შეუყვარდება რა ბავშვს მით უმეტეს გუშინდელს და მე არასდროს არ მეგონა ვიტყოდ თუ არა ამას ანუ ინტიმისგან რა ქვია PSG-სგან ესეთ იმას რა ქვია რეკონსტრუქციას გუნდის და გადაწყობას არასდროს ლუის ენრიკე მართლა ძალიან მაგარი წვლილია და დამსახურებულად დგას ეხა გვარდიოლას გვერდით იმითიც რომ ანუ ორი ტრებლი აქვს ორივეს მოგებული თამაში ტიპით გვანან ის ხო ორივე ნახევარმცველი იყო ის იყო PSG წელს იყო ცოტათი უფრო მოდერნიზებული ანუ ცოტათი უფრო დახვეწილი ბარსელონა ხო მაგას თამაშით არ განსხვავდება აი ბარსელონას რა იშლებოდა იცი აი თუნდაც აი რაღაც რიგ მომენტებში პრაგმატიზმი არ ქონდა იქ ბურთის კონტროლი არ უნდოდა იქ დროის გაყვანა არ უნდოდა და სულ შეტევაზე ფიქრობდა. PSG-ს არ ერიდებოდა, იმიტომ რომ კაკას ეგ პატარა დახვეწილი დეტალები რაც საჭიროა აუცილებლად უფრო ქონდეს. ეგ ქონდა PSG-ს. აი აუცილებელი. აი ბარსელონას ეგ აკლდა კაკას. კიდე რაც მოხდა, იყო ფრატეზის ინციდენტი, რაც წავიკითხე მე მატჩის შემდეგ, როდესაც ინძაგისთან მივიდა და უთხრა რომ რატო არ შეყავა რომ თამაშზეო ანუ ყველაზე მე პირადად და ბიჭებს ვინც უყურებთ იმ მატჩს გვეგონა რომ ფრატეზი შემოიყვანდა მაგრამ ესე არ მოხდა და დაიწერა მე ყველგან რომ ფრატეზი არ შემოიყვანდა რა მოხდა როგორ მოხდა მე წავიკითხე რომ ფრატეზი და ინძაგის შორის მოხდა ინციდენტი რაც შემდეგნაირად ანუ გადაიზარდა ხო ანუ გადაიზარდა просто ხელი მივიდა ხელი დაადო რომ რატო არ შეყავა რომ და ამან უპასუხა რომ აზრი არ ქონდაო ფრატეზის შეყვანასო ჟურნალისტებს უთხრა აზრი არ ქონდა არაფერს არ შესრულდა იქ ფრატეზი ყოფილიყო და მე რაღაცა მაშინ აქვია მაგას გადაიზარდა რაღაცა კინკლაობაში და მე ყველაფერი დააფიქსირა ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა და ინძაგის მეორე შეკითხვას დაუსვეს მე შენს მომავალზე გვესაუბრეო და წაიკითხავდი ალბათ რომ 100 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა საუდის არაბეთის კლუბმა ალ-ჰილალმა ინძაგის და ინძაგიმ თქვა რომ მოვდივარო და ტოვებს როგორც ჩანს ინტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე ხო ვიცი და დავტოვებო ინტერსო თუ არაო ეგეთ ფინალისტი ხო დავტოვებო ინტერს თუ არაო ეგო ეხლა აქ გასარკვევი არ არისო თქვა ლიგის ფინალის მერე იმიტომ რომ ჯერ ესეთი საშინელ მარტს ესეთ საშინელს მე არ ველოდიო და ეხლა მაგაზე საუბარი მით უმეტეს არ მინდაო იმიტომ რომ ძალიან გული მაქვს ნატკენიო და ესე შემდეგ და ამაზე არის საუბარი მაგრამ მე მგონი რომ ნათელია რომ იმზაგი წავა ჩემი აზრით
100 მილიონიან წელიწადში 100 მილიონიან კონტრაქტზე ჩემი აზრით ინზაგი კი არა რა მგონი მსახურებს რა წასვლას ანუ უბრალოდ როდესაც გააქვს იმის შანსი რომ მინიმუმ ერთი ტიტული დადო რა სეზონში ტიტულო დამთავრებ სეზონს ანუ ჩავალი ხო რა ის არის რომ შეიძლება ის კონტრაქტი ეგრევე გამოიტანეს ეგეც არა გამოიწვია თან ისიც აღსანიშნავია რომ მეორე ლიგის ფინალი გააგვარ ხო და მეტი ამინტერთან დაწუნებული რომ ამინტერს მეტი შანსი აღარ ექნება ლიგაზე ხო არა მწვრთნელი უნდა შეიცვალოს მე მწვრთნელი შესაძლოა კი არა გუნდი დამთავრდა რა დაბედა ის გუნდი აღარ ექნება ფიზიკურად ის რესურსი რომ გაკაჩო ეგ მართალია არა მოდერნიზება რო ხდება ხო რა თქმა უნდა ეხა ფეხბურთელები კი ბატონო 39 წლის აჩერბი ხო 39 წლის აჩერბი რომ უაგებინა იმას რა ქვია ინტერს და იმასთან ეხა მომავალ სეზონში კიდე აჩერბი ითამაშოს არა მე აჩერბი ხითარიანიც ბებერია აჩერბი ჩალხანოღლუს არა ხო უკვე მაგას ვამბობ რა არ არის ესეთი გუნდი რომ ამაზე იმასთან კი თან მოუგო ყველაზე ახალგაზრდა გუნდმა რაც გასახარია რაღაც ვარიანტი იმიტომ რომ ფაქტიც რა არის ისი ამ ჩემპიონთა ლიგის ანუ ეხლა ეთყობა გუნდს რომ რესურსი ეწურებინა გავიდნენ ლიგის ფინალში ისე რომ რესურსი ამოწურულია ბოლო ძალებით გავიდნენ და რაც ყველაზე გასახარი არის გუნდმა მოიგო რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა რა გუნდმა მოიგო რომელმაც ითამაშა ის ფეხბურთი მეორე წრეში, როგორც პირველ წრეში PSG-ს თამაში მაინც და მაინც ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ შემთხვევაში არ იყო ისეთი, რომ ჰადაჰუ, მაგრამ მეორე წრეში გუნდმა ითამაშა ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგაზეც, საფრანგეთის ლიგაში. მართალია, რომ საფრანგეთის ლიგაში წაუგებლად, არა მოუგებლად არ გამოვიდეს, მოგება. ვინჩი ვის ახლა მაგას რომ PSG მოუგებლად ვერ დაამთავრა საფრანგეთის ლიგაში. მე მგონი არც არა. ქებოდა ყვარაზე ჩვენს აღნიშნეთ დასაწყისში ყვარაცხელი არის გენიალური ქართველი ფეხბურთელი. ჩემი აზრით საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი შეიძლება ითქვას უკვე ისტორიაში. ნაკრებში ადამიანი რომელიც ბოლომდე იხარჯება, ადამიანი რომელმაც თავისი კარიერა შემოაბრუნა რუსეთიდან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელამდე და ჩემი აზრით არ ვიცი მართლა ულაპარაკო ძალიან მაგარია რა ყვარაცხელია რა კრიტიკა ამ ბიჭისგან შორს რა მართლა ქართველებზე მაგამ შემთხვევაში საუბარი ყველანაირი კრიტიკა ამ ადამიანისგან შორს ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ ბევრი ხდება ამ ადამიანზე კრიტიკა და არა მარტო ამ ადამიანზე ბევრზე და ყვარაცხელიასგან ალბათ ყვარაცხელიაზე კრიტიკა ყველაზე ნაკლებად ის არის გითხრა რავი ასე ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო კარგი კი არა ძალიან კარგი დაჟე მაგრამ ასე სწრაფად თუ განვითარდებოდა და ასე სწრაფად ხო აი მართლა უცბად რაღაცა რუბინის ყაზანი და უცბად PSG-ში არის ფინალში კი ბატონო ვისეგონა ხო ან მაგას ეს სწრაფად რო ჩამოყალიბდა ხო და მაგას აი მართლა ტაში და რა ვიცი კი ქებადა ხვიჩა რა ვიცი საღო ძალიან მაგარია მართლა ბრალ ჩემი აზრით მე რამდენი თუ ამას ვიძახი რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ეგ რო ინგლისელი იყოს, რავი, იქნება ძალიან დიდი ფაიტი იქნება რას ლაპარაკო. გილოცავ ერთხელ მოდი ქართული ფეხბურთის ფანებს იმაზეც ვთქვათ რომ ხული და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა რა ხდება ჩვენს თავს კი ყველაფერი გასაგებია შიდა ჩემპიონატები დამთავრდა ყველა ევროტურნირი დამთავრდა წინ არის სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება და უშუალოდ ეხა რო ვთქვათ რომ აი სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ირგვლივ გავაკეთებთ გადაცემებსო შეიძლება არა მოვატყუებთ არ გავაკეთებთ შეიძლება ვადევნო თვალი მაგრამ მაგასაც მოგატყუებთ რომ შეიძლება ვადევნო თვალი ეხა რა ხდება მოკლედ ჩვენ თავს წლევანდელი სეზონი დამთავრდა ამით დამთავრდა ჩვენი გადაცემების ეს ხაზიც მომავალ სეზონში ახალი სეზონის 25-26 წლის სეზონის დასაწყისთან ერთად ჩვენ შემოგიერთდებით ვაპირებთ მოკლედ სხვა რაღაცების გადაღებას ოღონდ საერთოდ არ დაგემშვიდობებით ხო არა საერთოდ რა თქმა უნდა არ გემშვიდობებით ოღონდ სეზონის დასაწყისთან ერთად არა ეს იქნება ზაფხულში ივნისის და აგვისტოს თვეშიც რაღაც ახალი პროექტების გეგმები გვაქვს და ახალ რაღაცები იქნება პოდკასტები არ იქნება რაღაც გასართობი რაღაც თამაშები შეიძლება არ ვიცით მოკლედ ეს რაღაც გეგმები გვაქვს ეს გაწერილი რა და ახალ იმაზეც კი და ხო რაც თავარია რაღაცების დამატება გვინდა ეს იქნება კამერა თუ მიკროფონი
საპოდკასტო მიკროფონი თუ რაღაც, მოკლედ ნელ-ნელა უკვე გავიწევით ახალ იმაზე, კი, განვითარების ახალ ნაბიჯზე გადავალთ. კომენტარებსაც კითხულობდა არის, რა თქმა უნდა, იქ კომენტარები რო ხმა რაღაც პრობლემები აქვს, ჯერჯერობით გვაპატიდეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს და გამოცდილები ვართ ამ საკითხში. კი, მართლა. კი ბატონო, მადლობა ყველას და ხო, ახლის გამოწერას და ლაიქებად გაზიარებად და გავუწყდეთ და დაგემშვიდობებით მოკლედ და გისურვებთ კარგ საფეხბურთო სეზონს მომავალს და რავი, აი ამ ცირედი გულით გაგიმარჯოთ. ბედნიერება ჯანმრთელობა.